თუმცა გუშინ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში გაკეთდა განცხადება, სადაც საუბარია, რომ დაკავებულები საუბრობენ პროკურორების მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე. 7-დან 4 დაკავებული ასახელებს ერთსა და იმავე პროკურორ შოთა რიჟამაძეს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ დაინტერესდეს ამ ფაქტებით. თქვენ ხართ თუ არა ზოგადად გამოძიება რა ეტაპზეა საქმის კურსში და აქვე შესაძლოა თუ არა თანამდებობას დაუბრუნდეს გამოძიების დასრულების შემდეგ. დავით კირვალიძე, რომელიც როგორც თქვენ თქვით, კულტურულად მოიქცა და თუ ის არ დაუბრუნდება, ყავთ თუ არა უკვე სავარაუდო შემცვლელი კანდიდატურა, ვინც ჩაიბარებს სოფლის მეურნეობას. მოგახსენებთ. საიას განცხადებას რაც შეეხება, მათ აქვთ უფლება ესეჩი გამოთქვან და პროკურატურას და ჩვენს დამატებით ის, რაც კანონმდებლობით შესაძლებელია დავინტერესდებით. მე გამოძიებაში არ ვერევი, მე არ მაქვს ამის უფლებები, შესაბამისად ვერც იმას მოგახსენებთ, რამდენად სწრაფად დასრულდება. ზოგადად ვკითხულობ და მიმტკიცებენ, რომ ფაქტებია საკმარისზე მეტი და იმის იქით მე არ მაქვს ჩარევის უფლება გამოძიებაში. საია კარგად ახსენეთ და კარგია, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ჩემი დიდი სურვილია და მეც ვაპირებ ამ პროცესში ჩავერთო მოგვიანებით, მაგრამ აქაც შევახსენებ სამოქალაქო საზოგადოების წევრებსაც, მათ შორის საიას მონაწილეებსაც, რომ მათაც თავისი ფუნქცია აქვს და საიაც ვერ იქნება ახალი მოსამართლე და ვერ გახდება, ვერ იქნება იმაზე მეტი ფუნქცია, რაც მათ აქვთ კანონით მინიჭებული, რამე თუ მე წინანდელ ფაქტებსაც ვიხსენებ, მათი რეაგირების და საზოგადოება მინდა კარგად გაერკვეს, რომ სახელმწიფო არსებობს, სახელმწიფოს ყავს სტრუქტურები, სტრუქტურებს აქვს დანიშნულება თავის, სახელმწიფოში არსებობს კანონი და ყველას აქვს კანონის მიხედვით თავის უფლებების განხორციელების საშუალება და ზედმეტ აქცენტს ნუ მივცემთ, რომ საიამ თქვა და ქვეყანა უნდა აღირავდეს. არც ესე არაა. მე მგონი რომ მათ გადააჭარბეს გარკვეულ დროს თავის უფლებებს და ეს მაქვს ხედულობაში, მაშინ მე კითხვა არ დამისვით და შესაბამისად რეაქცია არ გავაკეთე, მაგრამ მე მაინც იქ ვრჩები, რომ სამოქალაქო საზოგადოება მაქსიმალურად იაქტიუროს და მათ გნებავთ გადააჭარბონ თავის უფლებებსაც, ოღონდაც იაქტიურონ და მათ რიცხვში საიამაც. ოღონდაც საზოგადოებას ვახსენებ, რომ ნუ წარმოვიდგენთ ახალ სტრუქტურად საიას, ეს არის სამოქალაქო საზოგადოების პატარა ნაწილი და მათ აქვთ აზრის გამოთქმის უფლება, ისევე როგორც სხვა დანარჩენს და საზოგადოებამ თვითონ უნდა მოახერხოს ფართო საზოგადოებამ, ეს არის ჩვენ რისი ნაწილი ჩვენ ვართ, გააკეთოს კარგი ანალიზი. რა თქმა უნდა, ჩემი დიდი სურვილია და ოცნებაც თუ გნებავთ, რომ გამართლდნენ არა მარტო კირვალიძე, არამედ სხვა წევრებიც, ვინც დაკავებულნი არიან. თუმცა მე ეჭვმეპარება ამაში, რამე თუ მეც პროცესებს ვაქცევდი ყურადღებას, მე გამოძიებაში არ მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ პროცესებში მონაწილეობდი, მე მართავდი ამ სიტუაციას და მეც გამაჩნდა კითხვები. რა თქმა უნდა, ბედნიერი ვიქნებით უკვე კირვალიძე გამართლება, მაგრამ ეს გამოძიება უნდა გადაწყვიტოს. ჯერ მე არავის არ ვეძებს შემცვლელს, რამე თუ ამისი შანსი რჩება.